მართლაც და როგორ არის მოწყობილი ეს ქვეყანა, ფიქრობდა ხის კაცუნა. ყველა უბედურება საწყალი ბავშვების თავზე გადადის. სულ ყველა ჩვენ გვეჩხუბება და გვაფრთხილებს. კეთილჩევას გვთავაზობს. ოღონდ საშუალება მიეცი და მაშინვე ყველა მეგობრად და მრჩევლად გაგიხდება. ყველა თვით მოლაპარაკე ჭრიჭინას ჩათვლით. აი ახლაც სულელი ჭრიჭინასათვის რომ დამეჯერებინა, ვინ იცის რა უბედურებას არ გამოვივლიდი. იმის ჭკუით ვითომ ძარცველებიც უნდა შემომყროდნენ გზად. თუმცა საბედნიეროდ ძარცველები მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს ჩვენ მამამებმა, რომ შეაშინონ ბავშვები და ღამღამობით ქუჩაში გასვლაზე აღარ იფიქრონ. კიდეც რომ შემხვედროდნენ ძარცველები აქ გზაზე, განა შევშინდებოდი, ოდნავადაც არა. წინ გადავუდგებოდი და შევძახებდი. ძარცველებო, სინიორებო, რა გიდათ ჩემგან? იცოდეთ, ჩემთან ხუმრობა არ გაგივათ. ამიტომ გთხოვთ უსიტყვოდ თავი დამანებოთ. ასეთი სერიოზული საუბრის შემდეგ საწყალი მძარცველები ფიქრობ მოусვამდნენ აქედან. მაგრამ უკვე თუ ისინი არ გამიგონებდნენ და არ წავიდოდნენ, მაშინ მე თვითონ მოვყურწყლავდი და საკითხს ამგვარად მოვაგვარებდი. პინოქიომ ვერც კი მოასწრო აზრის დასრულება, რომ უკნიდან ფოთლების მსუბუქი შრიალი შემოესმა. მიეხედა და სიბნელეში ორი საშინელი ნახშირის ტომრებში გახვეული ლანდი გაარჩია, რომლებიც უჩუმრად ფეხის წვერებზე მოჩვენებასავით მისდევდნენ უკან. აი ვიყოფილნა ყაჩაღები, გაიფიქრა ბურატინო. მან აღარ იცოდა სად დაემალა ოქროს ფულები, მერე უცებ პირში შეიყარა და ენის ქვეშ დამალა. ამის შემდეგ გაქცევა დააპირა, მაგრამ როგორც კი ნაბიჯი გადადგა, იგრძნო რომ ყაჩაღებმა სტაცეს ხელი და პირდაპირ ორში ჩაასახეს. ან ფული, ან სული! პინოქიო რანაირად უპასუხებდა, როცა პირში ოქროს ფულები ჰქონდა. ამიტომ მანჭვა და ხელების ქნება დაიწყო. უნდა დაერწმუნებინა შენიღბულები, რომლებსაც ტომრის ჭურჭუტანებიდან მხოლოდ თვალები უელავდათ, რომ იგი ერთი საწყალი ბურატინოა და ჯიბეში გახვრეტილი დრო გროშიც არ უგორავს. კარგი გეყოფა. ახლავე ულაპარაკოთ, ფულები ამოყაჭე. დაუყვირეს გააფთრებით ყაჩაღებმა. ბურატინომ უარის ნიშნად თავი გააქნია და ხელითაც ანიშნა, ფულები არ მაქვსო. ან ფულები ამოყაჭე, ან სიცოცხლეს გამოეთხოვე. დაიღრერა უფრო ხმამაღლა ყაჩაღმა. დიახ, სიცოცხლეს. დაიმეორა მეორე. ჯერ შენ მოგიღებთ ბოლოს, მე მამაშენს გავაფრთხობინებთ სულს. მე მამაშენს. არა, საწყალ მამაჩემთან რაღა გინდათ. უნებურად წამოიყვირა პინოქიომ და ფულები პირში აუწყრიალდა. ოხში არამზადა, ფულები პირში დამალე? გადმაყარი ახლავე! პინოქიო ჯიუტად გაჩერდა. შენ რა? სიყვარულსაც იგონებ? დაგვაცადე, ამ წუთში გასწავლით, როგორ უნდა გადმოყარო. და მართლაც პინოქიოს ერთმა ცხვირში სტაცა ხელი, მეორემ ნიკაპში და გასიეს და გამოსიეს, რომ როგორმე პირი გაეღებინებინათ. ტყუილი წვალება შერჩათ. ბურატინოს პირი დალურსმუნივი ძნელი გასაღები შეიქმნა. მაშინ დაბალმა ყაჩაღმა დანა დააძრო და სადაკბილებს შუა გაეყარა, მაგრამ პინოქიო ელვის სისწრაფით დააფრინდა ხელზე, მთლიანად მოაჭამა და გადააფურთხა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა შენიშნა, რომ ხელის ნაცვლად კატის თათი დავარდა. თავისი პირველი გამარჯვებით გულმოცემულმა ბურატინომ დაიწყო ჩხუბი და მხაჭნა. მერე ყაჩაღებს გაექცა, მესერს გადაევლო და მინდორი გადაირინა. ყაჩაღები ისე გამოუდნენ, როგორც ძაღლები დაედევნებიან ხოლმე კურდღლებს. კარგად 15 კილომეტრი რომ გაირინა, პინოქიოს ძალა გამოელია და თავის დახსნის იმედი დააკარგა. უცებ იქვე მაღალი ფიჭვის ხე შენიშნა, აცოцდა ზედ და ყველაზე მაღალ ტოტზე მოექცა. ყაჩაღებმა ხეზე ასვლა დააპირეს, მაგრამ შუამდე მივიდნენ თუ არა, მიწაზე მოადინეს ზღართანი და ხელფეხი დაიმდრიეს. მაგრამ განადამარცხებულად ჩათვალეს თავი. ხის ქვეშ ფიჭხი მოზიდეს და
ცეცხლი წაუკიდეს. თვალის დახამხამებაში ფიჭვის ხე ქარში მოხვედრილი ჩირაღდანივით აბრიალდა. პინოქიო უყურებდა, როგორ იწევდა ცეცხლის სალი სულ მაღლა და სულაც არ უნდოდა, რომ სიცოცხლე შემწვარ ხოხბად დაესრულებინა. ადგა და ერთი ისეთი ისკუპა ხისკენ წეროდან და მერე ისე მოკრსხლა მინდორ და ვენახ, რომ ვეღარავინ დაეწეოდა. ყაჩაღებიც უკან დაედევნენ. ამასობაში გათენდა კიდეც. ყაჩაღები თვალიდან კარგავდნენ პინოქიოს. უეცრად ხის კაცუნას გზა გადაუჭრა განიერმა და ღრმა, ჭუჭყიანმა და ყავისფერმა წყლის მორევმა. რა ეღონა? 1, 2 და 3 დაიყვირა ბურატინო, გაიქცა, გადახტა და მეორე ნაპირზე აღმოჩნდა. ყაჩაღებიც კუჩი მიყვნენ, მაგრამ ვერ მოზომეს და წყალში ჩაყურყუმელავდნენ. პინოქიოს ტყაპანის ხმა მოისმა და მხიარულად მიაწახა. გამოცინიორ ყაჩაღებო! ეგონა ალბათ დაიხრჩობიანო, მაგრამ მიბრუნდა და რას ხედავს? ძველებურად ტომრებში გახვეულებს წყალი წურწულით ჩამოსდიოდათ და ისევ უკან მისდევდნენ.